კვადროციკლით მომხდარი შეჯახებისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა 8 წლის ბექა იგრიაშვილი რეანიმაციაშია. მას მრავლობითი მოტეხილობების სისხლჩაქცევები და თავის ტვინის ტრავმა დაუდგინდა. ოჯახი ბავშვის სამკურნალოდ გადაყვანას თურქეთში გეგმავს და დახმარებას ითხოვს. შემთხვევა თელავში 4 ივნისს მოხდა. 2 მცირეწლოვანი კვადროციკლით კედელს შეეჯახა. შედარებით მსუბუქად დაშავდა მეორე ბავშვი. არ დავივიწყებთ 41 დანაშაულს. შაბათის მარშის დღევანდელი მთავარი ლოზუნგი პოლიციის დაუსჯელობაა. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავარ მოძალადეებად ქვეყანაში ისინი იქცნენ, ვინც მოქალაქეები ძალადობისგან უნდა დაიცვან. ამ ყველაფერში კი მთავარ დამნაშავედ ისინი ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ. დღევანდელი მარშის დაწყებამდე თავს დაესხნენ ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს. მას დაზიანებები თვალისა და ხელის არეში აღენიშნება. კანადელი ტურისტი თბილისში საზღვარზე სამკურნალო მედიკამენტ ადერალის გამო დააკავეს. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. 22 წლის ახალგაზრდასთან არ ჰქონდა რეცეპტის ქართული თარგმანი. საქართველოში კი ეს მედიკამენტი ნარკოტიკულ ნივთიერებად კლასიფიცირდება. 22 წლის საიმონი გლდანის ციხეშია. მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სტიქია კახეთში ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავისა და ახმეტის სოფლები დააზარალა. ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილია ხეებიც. ახმეტაში დაისიტყვა სოფლები ალვანი, მატანი და საკობიანი.